მოგესალმებით ბიბლია ყოველ დღე. სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით წმინდა წერილის ახალი აღთმა მათეს სახარება თავი 25. მაშინ ცათა სასუფეველი ემსგავსება 10 ქალწულს რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან, ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა ყველა ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი, აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები, უგუნურებმა უთხრეს გონივრებს, გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს, რომ არც ჩვენ დაგვაყდეს და არც თქვენ უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა ისინი წავიდნენ, საყიდლად მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა, დაიხურა კარები, ხო? შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულების და თქვეს, უფალო, გაგვიღე, ხოლო მან მიუგო და უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არ გიცნობთ, ხო და იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. ანუ როცა იქნება, როდის იქნება ეს მეორედ მოსვლა, ხო? და მეორედ მოსვლა საერთოდ ადამიანი როდესაც გარდაეცვლება, მისთვის ეს არის იგივე მეორედ მოსვლა, ხო? ასევე. ესე იგი, მოდით ახლა ძალიან მოკლედ გამარტოთ მოთხი წმინდა მამის გამარტებით. რას ამბობს იოანე ოქროპირი? გონიერი ქალწულებს ლამპრებთან ერთად ზეთი აქვთ. ანუ ეს რას გვასწავლით ჩვენ, ეს გვიჩვენებს, რომ ნამდვილი ქრისტიანი მუდამ სულიერად მზად არის. ანუ ლოცვა ეს მადლი და რწმენა არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს. ბასილი დიდი უგუნური ქალწულები ლამპრის გარეშე ზეთით, ანუ ეს სიმბოლოა, ანუ ეს ქალწულები ხო, რომლებიც ლამპრის გარეშე არიან, ხო? ეს სიმბოლოა გარეგნული რწმენისა, რომელიც საქმით არ არის გამოხატული, ხო? გარეგნული რწმენა მარტო საკმარისი არა, სულიერ მზადყოფნა არის აუცილებელი ყოველთვის. ეფრემ ასური ამბობს, რომ ნეფეს მოსვლა მოულოდნელია, ამიტომ ქალწულებმა უნდა იცოდნენ, რომ დრო არავის ელოდება, ხო? ვინც მზად არის, ის შემოდის სასუფეველში, ვინც არა, კარის დაიხურება. ეს გვასწავლის მუდმივ ფხიზლობას და ყურადღებას ღვთის გზაზე. ანუ არ არის ასე რომ მე ესე იგი ვიცხოვრებ იქ და ბოლოს მოვინანიებ და ესე იგი ვიწმუნებ და ესე იგი შევალ სადაც სასופეულში არა ეს დაიხურება მაშინ ჩვენთვის კარები და ესე იგი ვერ შევალ ჩვენ იმიტომ რომ არ ვიცით როდის გაგვიყვანს უფალი ამ ქვეყნიდან ყველა ჯვარი უწერია ჯერ თუ როდისეც არც ვიცით ჩვენ მაგრამ და ამიტომ უნდა ყოველთვის ვიფხიზლოთ, ვილოცოთ, არ დავიზაროთ, არ გავაცდინოთ შაბათ-კვირას წირვალოცვა და ესე ვთქვათ, როგორც აი წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, როგორც გიტარის სიმივით არის დაჭიმებული, ესე უნდა ყოველთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზადყოფნა და ესე
დაჭიმებული ხო როგორც არის ხო აი ეს სიმი ხო არადოსოდეს ხო არ დუნდება ასევე ჩვენს ადამიანები არასოდეს არ უნდა მომდუნდეთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ ხიზლად და მზად ასე თქვა დინამიკა ყოველთვის უნდა გქონდეს კირილე იერუსალიმელი ამბობს მოციქული გვასწავლის რომ ღმერთს ვერ მოატყუებ ვერ შეავსებს სხვას შენი თქვა რაღაც სხვათი ვერ შეავსებ ხო შენ სულიერ რესურსით ხო თითოეული ადამიანს თავის წვლილი უნდა გქონდეს ამიტომ ჭეშმარიტ ქრისტიანს აქვს საკუთარი ზეთი ანუ რა საკუთარი ზეთი სულიერი ცხოვრება ლოცვა და სიყვარული ხო რაც იხსნის მას და შემდგომ სასუფეველში შეიყვანს კარგით შემდეგი მე-14-დან ვაგრძელებთ ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება ეც 5 ტალანტი მისცა მეორეს 2 და სხვას 1 თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა ივაჭრა და სხვა 5 მოიგო ნუ გამრავლა ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო ხოლო რომელმაც 1 წაიღო წავიდა ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოკითხა მათ მივიდა 5 ტალანტის მიმღები სხვა 5 ტალანტის მოუტანა და უთხრა ბატონო 5 ტალანტი რომ ჩამაბარე აჰა სხვა 5 ტალანტი მოვიგეო უთხრა მას მისმა ბატონმა კარგი კეთილო და ერთგულო მონავ მცირეზე ერთგული იყავი მრავალზე დაგაყენებ შედი შენი ბატონის სიხარულში მივიდა 2 ტალანტის მიმღები და უთხრა ბატონო 2 ტალანტი რომ ჩამაბარე აჰა სხვა 2 ტალანტი მოვიგე უთხრა მას მისმა ბატონმა კარგი კეთილო და ერთგულო მონავ მცირეზე ერთგული იყავი ბევრზე დაგაყენებ შედი შენი ბატონის სიხარულში მივიდა ისიც რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა ბატონო მიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებს სადაც არ დაგიბნევია შემეშინდა წავედი და მიწაში დავფალე შენი ტალანტი აჰა შენი შენვე გქონდესო მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა ბოროტო და ზარმაცო მონავ შენ იცოდი რომ ვიმკი სადაც არ დამითესავს და ვკრებ სადაც არ დამიბნევია ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემს სასარგებლით ურთ მივიღებდი ამიტომ წართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა რაც აქვს ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა ну ცირედით გავაკეთოთ ახლა გამარტება მაგრამ მოდით ზოგადად უნდა ვთქვათ რომ სანამ გადავაწმინდა მამების გამარტებაზე რომ ეს აქ ესე ვთქვათ მოკლედ და მარტივად რომ გითხრათ ეს იგავი ეუბნება ჩვენ რომ ჩვენ რასაც ღმერთი გვაძლევს უნდა ვისარგებლო და ამიტომ უნდა განავითაროთ ეს ნიჭი
საერთოდ ნიჭი რწმენა ეს ნიჭი არის, ყველაფერი ნიჭი არის, რაც ჩვენ გვაქვს და მათ შორის რწმენაც ეს არის ნიჭი და ზოგადად საიდუმლო არის, ხო? ჩვენ არ ვიცით რატო გწამს თქვა შენ და რატომ არ წამს თქვა შენ თანამშრომელს ან მეზობელს ან მეგობარს ან ათესავს და ასე შემდეგ. ესეც და ეს, მაგრამ ეს კი არა წავიდე და ჩავმარხოთ როგორც აქ წერია ხო, როგორც გახსოვთ აი ერთი ტალანტი რომ იცა. წავიდეთ დამარხა. არა აი როგორც ის 10 ვისაც მიეცა 10 ტალანტი წავიდა და გაამრავლა და ვისაც აი ასე უნდა გავამრავლოთ ჩვენი ნიჭი, ანუ რწმენა, არ უნდა ჩავმარხოთ, ანუ რას ნიშნავს ჩავმარხოთ, ანუ აი ადამიანი ესე იგი რომ იქ წელიწადში ერთხელ დადის მარტო აღდგომაზე, წირვალოცვაზე ეკლესიაში თქვა, ხო? ნუ არა მარტო ამაზე, თელ აქ ცხოვრებაზე არის ჩვენ ცხოვრებაზე არის ეს იგულისხმება აქა ადამიანი ერთ ადგილას არ უნდა იყოს, უნდა აკეთებდეს ბევრ რამეს და მათ შორის რაც აქვს, მას მინიჭებული ეს საჩუქარი, ეს ნიჭი უნდა განავრცოს, განავითაროს და გაავრცელოს, ხო? აი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ტალანტები ეს ღვთის მიერ ნიჭი და შესაძლებლობებია, რაც თითოეულ ქრისტიანს აქვს. ვინც მათ შრომი და სიწმინდით იყენებს, ღვთისგან დიდებას მიიღებს, ხო? ვინც არაფერს აკეთებს, დაკარგავს საშუალებას. ბასილი დიდი ამბობს. ვერცხლის დაფლა და არაბრალიცობა, ანუ ეს სულიერი ზარმაცობის სიმბოლოა. რწმენა, ლოცვა, სიყვარული და კეთილის საქმეები არ უნდა დავფლოთ გულში. ისინი უნდა გამოვხატოთ ცხოვრებაში, რათა მოვიდეს ნეტარება. ეფრემ ასური ამბობს, რომ ბატონის დაბრუნება მოულოდნელად ხდება. ესე იგი, როგორც ქალწულების ზიგავში მოსვლა მოულოდნელია და ამიტომ ქრისტიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ თავისი ნიჭი, ანუ ტალანტი ნიჭი ღვთის სამსახურში გამოიყენოს. მონების დაჯილდოება, ანუ კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ მონების დაჯილდოება ეს ანუ დაჯილდოება ან დასჯა, ხო, ეს ასახავს სამჯავრო სიმართლეს. ვინც ერთგულია, ის სიხარულში შედის, ვინც ზარმაცი და ბოროტია, ვერ გადარჩება. ღმერთი იხილავს გულსა და საქმეს და შეაფასებს თითოეულ ჩვენგანს. შემდეგი 31 მუხლიდან და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდები და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხევს ცხვრებისაგან და დააყენებს ცხვრებს თავისი მარჯვნივ და თხევს მარჯვნივ. მაშინ იტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ, მოდით მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და იტყვიან, უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ, ან მწყურვალე და გასვითო? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ, ან შიშველი, ან და ესე იგი და შეგმოსეთო? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთო? მიუგებს მეფე და ეტყვის მათ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. ნუ როდესაც ადამიანი აკეთებს სიკეთეს, თუნდაც უმნიშვნელო, ხო თქვა იქ, ნუ როგორ გითხრათ ახლა უმესო თქვა უმნიშვნელო არ არის, ხო ყველა სიკეთე სიკეთეა, მაგრამ
ცივი წყალიც რო დაალევინო ადამიანს, ესეც შეიწირავს უფალი და ეს ქრისტესთვის გაიკეთებიათ, იგივე თან იგივეა რაც ქრისტესთვის გაუკეთო, მას რო გაუკეთო. ესე იგი, მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა, წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში. საშინელი სიტყვებია, ხო? წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, წყუროდა და არ მასვით. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, სნეულნი ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ. მაშინ ისინიც მიუგებენ და იტყვიან, უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან წყურვალი ან უცხო ან შიშველი ან სნეული ან საპყრობილეში და არ გემსახურეთო? მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჩველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში. ანუ ქრისტე მოვა დიდებით, ყველა ხალხს გამოარჩევს, მართალნი გადარჩებიან უყურადღე და ასე ვთქვათ, უყურადღებოები დაისჯებიან. ბოროტე. კეთილი საქმეები, ანუ მშიერის გამოკვება, ავადმყოფის მონახულება, უცხოს მიღება პირდაპირ ქრისტესთვის კეთდება. პატიმრის მონახულება ციხეში ვთქვათ, ხო? დახმარება მისი. ანუ უბრალოდ კეთილი თუ ესე ასფინანსურად გვაქვს, ფინანსები გვაქვს, არც ის გვაქვს, ტასაცმელი მაინც რომ მივცეთ, ფეხსაცმელი, არც თუ არც ეს გვაქვს, სიტყვით მაინც ვანუგეშოთ, ესეც კეთილი, რა თქმა უნდა, კეთილი საქმე და უფალი ამასაც შეიწირავს და არ დაგიკარგავს, რა თქმა უნდა. ვასილი დიდი ამბობს, ყველა ადამიანი დაიყო როგორც მწყემსი ცხოვრებსა და თხებს შორის. ჩვენ ყოველდღიური სიკეთე ანუ ჩვენი ყოველდღიური სიკეთე სხვებზე განსაკუთრებით მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება, განსაზღვრავს ჩვენი სულიერი ბედნიერება. განსაზღვრავს ჩვენ სულიერ ბედნიერება და ეს თქვათ ამ ბედნიერება იქნება, ან დაჯა იქნება, ხო? ეფრემ ასური, მართალნი არც კი მიხვდებიან, რომ ღმერთს ემსახურებიან, რადგან კეთილი საქმეები ბუნებრივი სიხარული და სიყვარულია, თუ ის გულით კეთდება, ხო? კირილე იერუსალიმელი ამბობს, მეგობრებო, რომ სულიერი ცხოვრება არ არის მხოლოდ რწმენა, არამედ საქმეებით გამოვლენილი სიყვარული. ანუ დავამთავრეთ ჩვენ და ძალიან მოკლე დასვნა მინდა თქვა, რომ ესე იგი ძე კაცისა მოვა დიდებით, ყველა ადამიანს გაარჩევს კეთილსა და ბოროტს. მართალნი ესე იგი ვინც შიერს დააპურებს, ხო ავადმყოფს, ნახულობს, უცხოს მიიღებს, შიშველს აცმევს, პატიმარს მოინახულებს, გადარჩებიან საუკუნო სიცოცხლეში. მაგრამ ბოროტნი, გულგრილი და ზარმაცი, ვინც არაფერს აკეთებს სხვებისთვის, დაისჯებიან და საუკუნო სატანჯველში წავლენ. ხო, იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ სიკეთე ქრისტესთვის კეთდება. ვასილი დიდი ამბობს, რომ ყველაფერი კეთილი სულიერი შრომის შედეგია. ყველას ესე იგი შეგიწიროთ უფალმა, ვინც მისმენდით და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.